على رسولنا محمد ما بعد السلام عليكم მოგესალმებით ძვირფასო მორწმუნეებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პროცენტთან დაკავშირებით. ჩვენ მუსლიმ საზოგადოებას თითქოს ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ნებისმიერი ის სესხი ან ქონების შეძენა, ეს იქნება სახლი, მანქანა, ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, ნებისმიერ სფეროსთან მიმართებაში, რომელსაც ღებულობენ სესხ ან დანამ საპროდუქტს საქონელს ყიდულობენ და ეს ხდება პროცენტით, თქვათ ამის გადახდა, არა აქვს პროცენტს, თქვათ რამდენად ნაკლები იქნება, მეტი იქნება თუ ნაკლები იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. ერთი ლარიც რო იყოს, თქვათ, რასაც რო ყიდულობთ და პროცენტი არის ნარევი, რომელსაც რომ დანამატი ზედმეტი 1 ლარიც ხდება გადახდა პროცენტის სახით, არის დანაშაული, ცოდვა, არის აკრძალული ისლამის მიხედვით. ამას უზენაესი ალლაჰუ თაალა წმინდა ყურანი კერიმში ჩვენ ნათლად მოგვიწოდებს და გვამცნობს ამის შესახებ. სურა ბაყარას 275 აიათიდან იწყება. ბისმილაჰირ რაჰმანირ რაჰიმ. ალლაზინა იაკულუნა რიბა ლა იაკუმუნა ილლა კამა იაკულუ ალლაზინა იათახაბათუჰუ შეიტანუ მინალ მასი ila ახირი აიათი ძალიან ვრცელად არის. შეგიძლიათ რომ თქვენ თვითონაც ნახოთ. რომელნიც მევახშეობას ეწევიან აღდგომის დღეს, ანუ განკითხვის დღეს, ხელმიურეთ გაცოცხლების დროს საფლავებიდან, ვერ აღსდგებიან სხვაგვარად, თუ არა ისე, როგორც აღსდგება ეშმაკის შეხებით, გაგიჟებულნი. აი ეს იმისთვის, რომ თქვენს მათ ვაჭრობა ხომ იგივე მევახშეობა. ალლაჰმა კი ნება დართულ ჰყო ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა. ვისაც დარიგება მოუვიდა თავისი ღმერთისაგან და თავი ანება, ანუ როდესაც ეს აიათები მოევლინა იმ დროისთვის ისლამის მოღვაწეობის, ანუ შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის მოღვაწეობის დროს ეს აიათები როდესაც ჩამოვიდა და იმ დროისთვის პიროვნებს ჰქონდათ, თქვათ, ოქრო ვერცხლი და სხვა თავიანთი საქონელი პროცენტად, თქვათ, გაცემული, ანუ გასესხებული. ამაცი არის საუბარი, რომ ვისაც ეს დარიგება მოუვიდა თავისი ღმერთისაგან და თავი ანება, მისია რაც უწინ იყო და საქმე მისი ალლაჰს ეკუთვნის, ხოლო ვინც დაუბრუნდეს, ანუ გააგრძელა მევახშეობა, ეგენი არიან ბინადარნი ცეცხლისა, სადაც სამუდამოდ დარჩებიან. ალლაჰი კრძალავს მევახშეობას და ამრავლებს მოწყალების გაღებას და ალლაჰს არ უყვარს არც ერთი ურწმუნო და ცოდვილი. ანუ ალლაჰი კრძალავს რას სპორს პროცენტიდან შემოსულ მონაგებს და არა აქვს ბარაკა. ანუ მოვახშეო პროცენტით მიღებულ სარგებელს ასეთი ზიანი აქვს. უეჭველად რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დაადგნენ ლოცვად და გაიღეს ზეკათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა და არც შიში ექნეთ და არც დამწუხრდნენ ისინი. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, გეშინოდეთ ალლაჰისა და თუ ხართ ჭეშმარიტი მორწმუნენი, უარი თქვით დარჩენილ პროცენტზე. თუ კი ამას არ იქნთ, მაშინ იცოდეთ, რომ ალლაჰსა და მის შუამავალს უცხადებთ ომს. ხოლო თუ მოინანიებთ, თქვენია ძირითადი კაპიტალი, არც დაჩაგრებთ და არც დაიჩაგრებით. ანუ ძვირფასო მორწმუნეებო, ადამიანი, რომელიც რო აგრძელებს, თქვათ, მევახშეობას, პროცენტის აღებას ან გაცემას და ასე შემდეგ, ეს ერთგვარი ალლაჰსა და შუამავალზე ომის გამოცხადების ტოლფასი არის. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით, ძვირფასი შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემ ბრძანებს, რომ შედარებას აკეთებს, პროცენტი რაოდენ დიდი დანაშაული არის. ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ პროცენტს არა აქვს რაოდენობა, ეს თანხა იქნება, თქვათ, 1%-ში 0.001, მე ასეთიც რომ იყოს პროცენტი ეს პროცენტი ქვია ამას. 1 ლარიც რომ იყოს გაცემული თანხა პროცენტის სახით, მაინც პროცენტში ითვლება. შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემი ერთ ჰადისში ბრძანებს, რომ ადამიანი, რომელიც რომ 1 დირჰემს, ანუ 1 ლარს მაგალითად თქვათ, რომ პროცენტს აიღებს, ან გასცემს, ამ პროცენტთან აქვს შეხება, ის ადამიანი განკითხვის დღეს ალლაჰის სამსჯავროზე 30 ჯერ რომ იმრუშოს, ანუ 30 ჯერ ადამიანმა რომ იმრუშოს და რაც ცოდვა დანაშაული ექნება და წარსდგება ალლაჰის წინაშე,
ვინც პროცენტს შეეხება, პროცენტით ექნება ანალოგიური დანაშაულის წარსდგება ალლაჰის წინაშე ძვირფასო მორწმუნეებო. ანუ ეს რა არის? არა აქვს კიდევ ერთხელ ამბობ, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქორწილი, ეს იქნება ბიზნესის დასაწყება, სახლის ყიდვა, მანქანა, სხვა ნებისმიერი ტექნიკა, რომელსაც რომ ჩვენ ვყიდულობთ პროცენტით ვიხდით, ამ ვიძენთ ამას და პროცენტის სახით ვიხდით, ან ვღებულობთ სესხს, რომელსაც რომ პროცენტის სახით უკან ვაბრუნებთ, ეს ყველაფერი ამ კატეგორიაში შედის. და კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც რომ ისლამის მოსვლის დროს მაგალითად ფულადი ერთ-ერთი მიმოქცევაში იყო ოქრო ვერცხლი და კიდევ სამი რამ, ეს არის ოქრო ოქროში, ვერცხლი ვერცხლში, ხორბალში, ქერიქერში, ხურმაში. ანუ ეს ჩამონათვლილი ხუთი სახეობის პროდუქტი, მაგალითად ჩვენ ოქრო უნდა 10 გრამი ოქრო გვაქვს, რომელიც უნდა გავყიდოთ, თქვათ მივედით, თქვათ ოქრომჭედელთან ან ნებისმიერ იმასაც რომ ოქროს იბარებენ და ისო გვინდა რომ გავყიდოთ და სხვა ოქრო ვიყიდოთ. ჩვენ 10 გრამი ოქრო თქვათ რა ღირებულებაც მოუწია, ის ყიდულობს თქვათ უკეთესი ხარისხის ოქროს ოღონდ 8 გრამს ან 5 გრამს პირობითად თქვათ და პირდაპირ რომ გადავცვალოთ, ესეც პროცენტში ითვლება. ანუ ჩამონათვალი ეს ხუთი თავარი პროდუქტი, ეს ოქრო, ვერცხლი, ხორბალი, ქერი და ხურმა, იმ დროისთვის რადგან ფულადი მიმოქცევაში ერთ-ერთგვარი ვაჭრობის სახე იყო, ეს ყიამეთამდე გაგრძელდება. ამიტომ ამ პროდუქტების გაყიდვის დროს ჯერ ვაჭრობა უნდა მოხდეს, ჯერ ჩვენ ის ხელთასებული ოქრო უნდა გავყიდოთ, იმის ღირებულების თანხა უნდა ავიღოთ და შემდეგ უნდა შევიძინოთ, თქვათ რამდენი გრამის და რა ხარისხის ოქრო გვინდა. თუ ოქრო უნდა გადაიცვალოს გრამი გრამში, რამდენი გრამიც არის, იმდენი გრამი ოქრო უნდა ავიღოთ. ჩვენი უხარისხოა და სხვა კარგი ხარისხისა, მაგრამ გრამობით იქნება ნაკლები, ეს უკვე პროცენტში შედის. ანალოგიური იქნება ეს ვერცხლშიც, ხორბალშიც, ქერშიც და ხურმაში. ანუ თქვათ ორი მეშოკი ორი ტომარა ხორბალი კარგი ხარისხის, საშუალო ხარისხის იყოს, მაგრამ პიროვნება ჰყიდის კარგი ხარისხის ერთ ტომარა ხორბალში გვიცლის ამ ორ ტომარა ხორბალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ, ანუ პირდაპირ გადავცვალოთ ორი ტომარა ერთ ტომარაში. ანუ ჯერ ის ორი ტომარა უნდა მივყიდოთ მას და შემდეგ უნდა ვიყიდოთ ის ერთი ტომარა, ან ერთი ტომარა ერთ ტომარაში უნდა გაგვიცვალოს. დანარჩენ შემთხვევაში ნაკლები 1 გრამი, რაც ზედმეტობა რო იყოს, ან ნაკლები განზრახ, რა იქნება ეს პროცენტში ჩაგვეთვლება. ამიტომ ასეთ რაღაცაებს ყიდვა-გაყიდვის დროსაც რა უნდა ვთქვათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. სხვა დანარჩენ საკითხებს ეს იქნება ლომბარდი, დალომბარდებული ნივთები ან დალომბარდება და სხვა მიკრო კერძო საფინანსო სესხებთან მიმართებაში, სხვა ვიდეო ჩანაწერებში ვისაუბრებთ სრულად ინშალლა. ალლაჰმა გვაპატიოს.